მოგესალმებით, სანაპირო შესანიშნავია. ბევრისთვის ის ზაფხულის საუკეთესო გართობაა, თუმცა სანაპიროზე ხშირად უცნაური რამ ხდება. არასდროს იცი თუ რას გიმალავს ზღვა და რა შეიძლება გამოაშკარავდეს. დიახ, ზღვა შეუძლია საუკუნეების წინათ დაკარგული ნივთი გამორიყოს ან ამოხსნას საიდუმლო, რაც წლები დაფარული იყო. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ ყველაზე უცნაურ და შოკის მომგვრელ ნივთებს, რაც სანაპირომ გამორიყა. ასევე ვისაუბრებთ სხვადასხვა მოულოდნელ აღმოჩენაზე. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ. მოკალათით კომფორტულად და უყურეთ ვიდეოს თავიდან ბოლომდე. დავიწყოთ. უზარმაზარი თვალი. ეს ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი აღმოჩენა იყო სანაპიროზე, რომელიც 2012 წელს ფლორიდაში მოხდა. ამ სანაპიროზე ხშირად ხდება ასეთი უცნაური და ამოუხსნელი რაღაცები. მამაკაცი სეირნობდა სანაპიროზე, რა დროსაც შიშისგან ცოტას და გული გაუსკდებოდა ისეთი რამ დაინახა. წარმოიდგინეთ, კაცმა დაინახა უზარმაზარი თვალი, რომელიც ქვიშიდან უყურებდა. კაცი ფრთხილად მიუახლოვდა თვალს, მოათავსა პაკეტში და ექსპერტებს წაუყო. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ თვალი უზარმაზარ ვეშაპს ეკუთვნოდა ან მკვდარ კალმარს მოაგლეჯა რომელიმე მტაცებელმა. თუმცა შენიშნეს, რომ თვალთან ძვლის ნაწილაკი იყო, რომელიც კალმარს არ აქვს. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ასეთი ფოტოს ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ ხალხმა დაწერა თავისი ვერსიები. ადამიანები 1000 სისულელეს წერდნენ. საბოლოოდ ექსპერტებმა დასკვნა გამოაქვეყნეს. ეს ხმალთევზას თვალი იყო, მაგრამ აქ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ხმალთევზას ცალკე თვალი არასდროს უპოვიათ. ასეთი რამ არასდროს ხდება. იქნებ სადმე დაცურავს ხმალთევზა, რომელიც თავის თვალს ეძებს. იდუმალი მილები. ბრიტანეთის სანაპიროები გამოირჩევა სხვადასხვა აღმოჩენებით. ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა სანაპიროზე მოხდა 2017 წლის აგვისტოში. 12 უზარმაზარი მილი ერთდროულად აღმოჩნდა სანაპიროზე. თავიდან ვერავის გაეგო თუ როგორ აღმოჩნდა ამ ხელა მილები სანაპიროზე. ისინი რეალურად ძალიან დიდები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანის სიგრძე თითქმის 500 მეტრს აღწევდა. აღმოჩნდა, რომ მილები იმ დროს ჩამოცვიდა გემიდან, როდესაც ის ალჟირში გადაჰქონდათ ერთ-ერთი პროექტისთვის. ადგილობრივები გაოცებული უყურებდნენ მილებს, მასზე ადიოდნენ და სურათებს იღებდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა ხანში გამოაცხადა, რომ მილები არ წარმოადგენდა საშიშროებას ადამიანებისთვის და არც წყლისთვის. ყველაფერი, რაც სანაპიროზე ხდება, არ არის ადვილი ამოსახსნელი. ამ რაღაცამ მეცნიერებიც კი ჩიხში მოაქცია. 2017 წლის ივლისში მალიბუში სანაპიროზე შეამჩნიეს რაღაც უცნაური ფორმის ნივთი. უბრალოდ არსება. უცნობი ობიექტი 3 კილოგრამს იწონდა და სიგრძეში დაახლოებით 12 სანტიმეტრი იყო. ვინც ის იპოვა, ამბობდა, რომ ეს რაღაც ზღვის რომელიმე არსების ორგანო ეგონა. მაგრამ სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ეს არ ყოფილა ორგანო, არამედ ის თავად იყო მთლიანი ორგანიზმი. მოგვიანებით გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა ყოფილიყო ოკეანის ბინადარი, რომელიც ფსკერზე საშუალოდ 4 კილომეტრის სიღრმეზე ცხოვრობს. თუმცა როგორ აღმოჩნდა ის სანაპიროზე უცნობია. რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არსება მოკვდა და დინებამ სანაპიროზე გამორიყა. კინდერ სიურპრიზი. ოკეანე არაა ყოველთვის საშიში და იდუმალი. ხანდახან ადამიანების გახარებაც შეუძლია. 2017 წელს ზღვამ ასეთი საჩუქარი გაუკეთა ბრიტანელ ბავშვებს. ათასობით კინდერის პლასტმასის ყუთი, რომლებშიც სხვადასხვა სათამაშო იყო მოთავსებული. ყველა მათგანი ახალი და გაუხსნელი იყო. გაირკვა, რომ ეს სათამაშოები კონტეინერიდან გადმოიყარა ძლიერი შტორმის დროს. წარმოიდგენიათ ადგილობრივი ბავშვების სიხარული იმ დროს, როდესაც ასეთ რამეს ნახავდნენ საკუთარი თვალით. როგორი გახარებულები იქნებოდნენ და რამდენ სათამაშოს შეაგროვებდნენ. სტატისტიკის მიხედვით ყოველ წელს ოკეანეში 10,000 კონტეინერი იკარგება. ეს კი ზრდის წყლის დაბინძურების რისკებს, რადგან უამრავი პლასმასი ხვდება ზღვაში, რაც საბოლოოდ ცოცხალი ორგანიზმების სიკვდილს იწვევს. 1992 წელს 30,000-მდე რეზინის იხვი აღმოჩნდა ზღვაში ასეთი კონტეინერიდან. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, თუმცა ჰონკონგის სანაპიროებთან დღემდე პოულობენ ყვითელი ფერის იხვებს. უზარმაზარი კბილი. ოკეანე ხომ ერთი დიდი სასაფლაოა, რომელიც სავსეა უძველესი არტეფაქტებით. მასში ისეთი უამრავი ნივთია მოხვედრილი, რომლებიც წლებთან ერთად თუ გამოჩნდება კიდევ ბევრ საიდუმლოს ამოხსნის კაცობრიობის შესახებ. 2019 წელს ჰარვი ოსლონი მიხვდა, თუ რამდენად საშიში ადგილი იქნებოდა ადგილობრივი სანაპირო 1000 წლის წინ. მან იქ უზარმაზარი კბილი იპოვა. სამხრეთ კაროლინაში სეირნობისას სანაპიროზე მან აი ეს კბილი აღმოაჩინა. გასუფთავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 16 სანტიმეტრიანი კბილი დაფარული იყო შავი ფერის ზედაპირით. ასეთი კბილი შესაძლოა მეგალოდონის ყოფილიყო. აღნიშნულ სანაპიროზე არაერთხელ აღმოუჩენიათ მეგალოდონის კბილი.
ეს ჯესიკა და საიმონ ოუენსები არიან. ისინი სეირნობის დროს წააწყდნენ უზარმაზარ კბილს, რომელიც რამდენიმე 1000 წლის იყო. დააკვირდით რა მხელა კბილია. ის ადამიანის ხელის გულის სიგრძისაა. ჩნდება კითხვა, შესაძლოა რომ ეს მეგალოდონის კბილი იყოს. ნამდვილად საინტერესო. უზარმაზარი ხე. ალბათ არავინ ელოდება უზარმაზარ ხეს ზღვის სანაპიროზე. უნდა ვთქვათ, რომ ეს არც ისე ხშირი მოვლენაა, მაგრამ ასეთი რამის ხილვა ნამდვილად შთამბეჭდავია. აღნიშნული შემთხვევა 2010 წელს ვაშინგტონში მოხდა. ერთ დილასაც აი ეს მონსტრი აღმოჩნდა სანაპიროზე. ნახეთ რა მხელაა ის ადამიანთან შედარებით. ნებისმიერ ვინც ამ ხესთან ახლოს დგება ძალიან პატარა ჩანს. მისი დიამეტრი 4 მეტრამდე იყო. როგორ აღმოჩნდა ამ ხელა ხე სანაპიროზე? პასუხი მარტივია. უზარმაზარი ჯიშის ხეები ტროპიკულ ტყეებში ძირითადად მდინარის სანაპიროებზე იზრდება. ქარიშხალი სანაპიროებთან არსებულ დიდ ხეებს ადვილად აქცევს და ის მდინარეში ვარდება. მდინარე ოკეანეში ჩაედინება და შესაბამისად ოკეანე კი მას ადამიანებს ჩუქნის სანაპიროებზე. აი ასე მარტივად. თუმცა ვინ იცის რამდენი კილომეტრი ათრია დინება მის წყალში. ამბრა. წარმოიდგინეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობთ სანაპიროზე და ტკბებით ულამაზესი ხედებით. უცებ ორივე თქვენგანის ყურადღებას რაღაც საზიზღარის სუნი იქცევს. თქვენ მიხვებით სუნს და ფიქრობთ, რომ აყროლებულ თევზს წააწყდით სანაპიროზე. ადგილზე მისულები კი აი ესეთ რაღაცას პოულობთ და დიდრდებით. არ მოგესმათ, ფულ შეულობთ. უცნაურია ხომ? ასეთი რაღაცით როგორ უნდა გამდიდრდეთ, ან ის ხომ ყარს და საზღარის სუნი აქვს. სწორედ მსგავსი უჩვეულო რამ მოხდა 2016 წელს. ფილმმა ლანკაშირიდან სეირნობისას ეს უცნაური ფორმის ნივთი იპოვა სანაპიროზე, რომელსაც საშინელი სუნი ჰქონდა. მათ ასე აღწერეს ეს სუნი, რაღაც აყროლებული კალმარისა და ძროხების ფერმის სუნის მსგავსი. გაჩნდა კითხვა, რომელი ნორმალური ადამიანი აიღებს ხელში ისეთ აყროლებულ რაღაცას, რომლის შემაწუხებელი სუნი 10 მეტრზეც კი იგრძნობა. გაგიკვირდებათ და ეს აყროლებული რაგბის ბურთის მაგვარი რაღაც $70,000 ღირებულების აღმოჩნდა. წონით დაახლოებით 1 კილოგრამი და 600 გრამი იყო. ეს გახლავთ ამბრა. ის ცვილის მაგვარი ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება კაშალოტის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მისი სპეციფიკური სუნი განპირობებულია ტრიტერპენის სპირტის ამბრენის დაჟანგვის შედეგად. ამბრას ზოგჯერ ნახულობენ წყალში ან ოკეანეების ნაპირზე. როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა. ის გამოიყენება პარფიუმერიაში სუნამოებისთვის მდგრადობის მისანიჭებლად. ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, პარფიუმერიაში ის ერთ-ერთი შეუცვლელი ინგრედიენტია იმისთვის, რომ არომატი რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს. 2019 წელსაც მოხდა მსგავსი რამ ტაილანდში, როდესაც ფინანსური კრიზისის დროს მეთევზეებს გაუმართლათ და საკუთარი მდგომარეობა გაიუმჯობესეს. მათაც ამბრა იპოვეს სანაპიროზე. ეს მამაკაცი ამბრას 1 წელზე მეტხანს ინახავდა სარდაფში. იქამდე სანამ ექსპერტებმა არ დაადგინეს, რომ ეს ნამდვილი ამბრა იყო. წარმოიდგინეთ, რა სუნი იქნებოდა იმ სარდაფში მთელი 1 წლის მანძილზე. ამჯერად ეს ამბრა $200,000 ღირებულების გახლდათ. არაფერი იმაზე უკეთესი არ არის, ვიდრე ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება სანაპიროზე. 2015 წლის აგვისტოში წყვილმა უელსიდან სანაპიროზე იპოვა რაღაც ძალიან დიდი ნივთი. ეს იყო ერთგვარი ლითონის ბურთი, რომელსაც გარშემო ზღვის არსებები და მცენარეები ჰქონდა შემოხვეული. წყვილმა და ბავშვებმა რამდენიმე ფოტო გადაიღეს და სახლში დაბრუნდნენ. მათ არც კი ახსოვდათ ის თუ რა ნახეს სანაპიროზე. თუმცა რამდენიმე დღეში ადგილობრივ ტელევიზიაში შოკის მომგვრელი ინფორმაცია გაჟღერდა. მთავრობამ განაცხადა, რომ სანაპიროზე აღმოაჩინეს საზღვაო ბომბი, რომელიც არაფეთქდა თავის დროზე. ის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გახლდათ და ამერიკული წარმოებისა იყო. წარმოიდგინეთ ასეთი სახიფათო რამ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვეულებრივი მოსახლეობა ისვენებდა. შესაბამისმა სამსახურებმა გაიყვანეს ხალხი იმ ტერიტორიიდან და მოახერხეს ბომბის განიარაღება. აშკარაა, რომ ამ ოჯახს ძალიან გაუმართლა. ყინულის ბურთები. როდესაც სანაპიროზე ხართ, ალბათ არასდროს ფიქრობ თოვლზე ან ყინულზე. თუ რა თქმა უნდა ისეთ ქვეყანაში არ ცხოვრობთ, სადაც ზაფხულშიც კი თოვლია. მოკლედ ერთხელ მოსახლეობა გააოცა სანაპიროზე ნანახმა. ისინი გავიდნენ სანაპიროზე და დაინახეს უამრავი ყინულის ბურთი, იდეალური სფეროები და თითქმის ყველა ერთნაირი ზომის. ყინულის ბურთების საშუალო წონა 20 კილოგრამს აღწევდა და ის მთელ 18 კილომეტრიან სანაპიროზე იყო მიმოფანტული. ადგილობრივებმა მაშინვე გამოიძახეს ექსპერტები. ამ ადგილიდან ფოტოებმა კი მთელი მსოფლიო მოიარა. ხალხი სოციალურ ქსელებში 1000 რამეს წერდა. ბევრი ამბობდა, რომ ღამით უზარმაზარი სეტყვა მოვიდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
როგორც გაირკვა, ყინულის ბურთები არ გაჩენილა მოულოდნელად ერთ დღეში. ის დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც დინებას დამტვრეული ყინულის ნატეხები სანაპიროზე გამოაქვს და იქ დინება და ძლიერი ქარი აგორავებს. შედეგად ის სფეროსებრ ფორმას იღებს. ნიდერლანდების მაცხოვრებლებმა რეალურად ჯეკპოტი მოიგეს. მთელი სავაჭრო ცენტრის პროდუქცია, იქნებოდა ეს ავტომობილები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი თუ სათამაშოები, მათ ნაპირზე იყო გამორიყული. მოგვიანებით გაირკვა, რომ MSC Zoe მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატვირთო გემი უშველებელი ტალღების მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც გემმა უმნიშვნელოვანესი ტვირთი დაკარგა. 270 კონტეინერი თავისი აღჭურვილობით და სხვა ძვირფასი ნივთებით სანაპიროზე აღმოჩნდა. ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ სასამართლომ ნება მისცა ადგილობრივებს თავიანთვის დაეტოვებინათ ნაპოვნი ნივთები. ამ 4 მეტრიან წყალქვეშა რაკეტას შეუძლია სულ რაღაც წამებში გემი პატარა ნამსხვრევებად დაშალოს. ჭურვი ლიტვის სანაპიროზე იპოვეს გამორიყული. ეს იყო რუსული წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო გამანადგურებელი ნომრით PMR-2. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ წვრთნისთვის განკუთვნილი ტორპედო იყო. ეს წითელი ჯიპი კაროლინას სანაპიროზე იპოვეს, ქარიშხალ დორიანის დროს. ავტომობილი მალევე გახდა პოპულარული, იმდენად რომ მასზე მიმებიც კი გააკეთეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ჯიპის მფლობელს წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რა ხდებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მფლობელმა ჯიპი თავის ბიძაშვილს ათხოვა. ის კი უმალავდა იმ ამბავს, რომ მისი მანქანა შტორმის დროს ქვიშაში ჩაეფლო. ჯიპი ახლა ასე გამოიყურება. 416 ვეშაპი აღმოაჩინეს ახალი ზელანდიის ოქროს ყურის სანაპიროზე. ადგილობრივები სკოლებიდან და სამსახურებიდან წავიდნენ სანაპიროზე, რომ ჯგუფს დახმარებოდნენ, რომლებიც ვეშაპებს უკან სახლში აბრუნებდნენ. წყლის ძლიერი მოქცევის დროს 100 ვეშაპი ზღვაში შევიდა, მაგრამ 80 მათგანი უკან სანაპიროზე დაბრუნდა. ადგილობრივებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, რათა ვეშაპები ნაპირზე აღარ ამოსულიყვნენ. აღმოჩნდა, რომ პრობლემა დაბალი წყალი იყო. ასევე მათ ყურის გარეთ პარტნიორის გარშეც სურვა არ შეეძლოთ, ასე რომ ისინი აგრძელებდნენ ნაპირზე ამოსვლას. ახალ ზელანდიაში ძლიერმა შტორმმა ნაპირზე გამორიყა 17 ტონიანი ნავთობის მომპოვებელი ნაგებობა, რომელსაც ტრანსოკეანური ზამთარი ერქვა. ამ უზარმაზარ კონსტრუქციას რამდენიმე კილომეტრის გადაცურვა მოუწია. შემდეგ კი დალმორის სანაპიროზე გამოჩნდა. პლატფორმის ნაპირზე ასე დატოვება არ შეიძლებოდა, რადგან მასში 280 ტონა დიზელი იყო დაგროვებული. ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 300 მეტრის რადიუსის შემოსაზღვრა, ისო და ისევ ადგილობრივთა უსაფრთხოებისთვის. კონსტრუქციის გადასატანად მათ 3 თვე დასჭირდა, თანაც ნაწილების გადასაზიდად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გემს იყენებდნენ. ნავთობის გარეშე მეტალის კონსტრუქციის ღირებულება 35 მილიონ დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში ამ პლატფორმის ფასი საწვავთან ერთად $1 მილიარდ აღემატებოდა. აი ესეთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს ადამიანებმა სანაპიროებზე. ჩვენი ვიდეოს შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ აღმოჩენებზე, რაც ყველაზე მოულოდნელად მოხდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ასეთი აღმოჩენები ყველაზე უბრალო ადამიანებმა გააკეთეს და ისინი ამას საერთოდ არ ელოდნენ, ასე რომ დარჩი ჩვენთან და უყურე ვიდეოს ბოლომდე. შვეიცარია. ძვირადღირებული საათები, ულამაზესი მთები და სამთო კურორტები, გამოქვაბულები და უამრავი სილამაზე. ეს საშიში ადგილი სწორედ რომ შვეიცარიაშია. მას შაპლ ჰოლმს ეძახიან. აქ ადრე მაღარო იყო. ახლა ის ძალიან საშიშად გამოიყურება და თითქმის 600 მეტრზე ჩადის სიღრმეში. ამ ადგილის შესახებ ხალხმა არ იცოდა. ის წლებთან ერთად დაევიწყეს. ერთ დღესაც წყვილმა სეირნობისას ამ ადგილს მიაგნო. შიგნით ისეთი მკვდარი ატმოსფერო იყო, რომ მათ ვერ შეძლეს დიდხანს იქ გაჩერება. შენ შეძლებდი ასეთ ადგილზე დარჩენას. ეს გასაოცარი თვითმფრინავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელია, აღმოაჩინეს ქვიშაში, ასეთ ღია ტერიტორიაზე ეგვიპტეში. წარმოიდგინეთ, თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოვარდა. მას შემდეგ კი 2012 წლამდე ის ვერავინ აღმოაჩინა და ასე შეჭამა ჟანგმა შუაგულ უდაბნოში. თუმცა მშრალი ჰავის გამო ის მაინც კარგ მდგომარეობაში დარჩა. შესაბამისად, თვითმფრინავი გადაიტანეს სამხედრო მუზეუმში. ყოველთვის არ ხერხდება ძველი თვითმფრინავის გადაყვანა მუზეუმში ექსპონატად.
თქვენს წინაშეა დიდებული კატალინა, რომელიც ერთ დროს ბიზნესმენმა ტომას კენდელმა მფრინავ იახტად გადააკეთა. დიახ, მაი ფოტოზე სწორედ ახლა მას ხედავთ. თუმცა 1960-იან წლებში ცურვისას თქვენ წარმოიდგინეთ და კატალინა ჩაცხრილეს და ის იმ ადგილზე დარჩა დღემდე. ითვლება, რომ რაც უფრო ძველია კონიაკი, მით უფრო ხარისხიანი და კარგია ის. მაგრამ რა სიტყვით 90 წლის ლუდზე? ალბათ მკრალი გემოექნება. როგორი გემოსია ასეთი ლუდი, არ ვიცი, მაგრამ ამერიკელმა გოგონამ ჯანა უოდლენმა იცის. ქალმა ახალი სახლი იყიდა და რემონტის დროს სარდაფში მთელი საცავი იპოვა ალკოჰოლური სასმელებისა, რომელიც მშრალი კანონის დროს გადამალეს. ამ ქალმა თქვა, რომ ცნობის მოყვარეობას ვერ გაუძლო და ერთი ბოთლი გახსნა. ასეთი ლუდის გემო რაღაცით გაფუჭებული ძმრის გემოს გავდა. მან თქვა, რომ ბოთლებს მუზეუმს გადასცემდა, ხოლო რამდენიმე სამახსოვროდაც დაიტოვებდა. გასაოცარი რეტრო ავტომობილების კოლექცია. ეს გახლავთ შემთხვევა, როცა მიტოვებულ ფარეხში აღმოაჩინეს ასობით მე-20 საუკუნის კლასიკური ავტომობილი. ეს შემთხვევა საფრანგეთში მოხდა 2014 წელს. თითქმის 60 წლის მანძილზე ამ ფარეხში მიტოვებული იყო ბუგატი, მაზერატი და სხვა კიდევ ძვირადღირებული ავტომობილები. აქვე იყო Ferrari 250 GT California Spideri, რომელიც ლეგენდარულ ალენ დელონს ჰყავდა. სხვათა შორის ალენ დელონის Ferrari აუქციონზე $13 მილიონ გაიყიდა. ფაქტები ამტკიცებს, რომ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი სეირნობა მინდორში ადამიანისთვის გასაოცარი თავგადასავალი გახდეს. მაგალითად, სეირნობ მინდორში და მიადგები ის ადგილს, სადაც გასული საუკუნის მთელი რიგი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ეს ადგილი უამრავ რამეს მალავს. ინგლისში ტურისტებმა მოგზაურობის დროს ძველი პოლიგონი აღმოაჩინეს. აქვე იყო უნიკალური სამხედრო ტექნიკა, რომელიც უკვე დიდი ხანია არავის გამოუყენებია. ერთადერთი ტანკი, რომელიც ამ მინდორში იდგა, კანადაში დაპროექტებული რემი იყო. ეს ტანკი 1951 წლისთვის შეიქმნა მონრეალში, ყველაზე ხალხმრავალ მუნიციპალიტეტში კანადის კვებეკის პროვინციაში. ტანკი გამოიყენებოდა 1951-54 წლებში აქტიურად. იმ წლებში ზუსტად 1948 ცალი ასეთი ტანკი გამოუშვა მწარმოებელმა. ერთ-ერთს კი ეს ტურისტები წააწყდნენ. დღეს ძალიან ცოტა ასეთი ტანკია შემორჩენილი მთელს მსოფლიოში. აღნიშნული ეგზემპლარი კარგ მდგომარეობაში იყო და აღდგენასაც კი ექვემდებარებოდა. თუ კი გაგიმართლებს, სანაპიროზე შეიძლება უამრავი საინტერესო ნივთი აღმოაჩინო. მაგალითად, ლამაზი ნიჟარები, დაკარგული სამკაულები და მიტოვებული იახტაც კი. ერთ ბიჭს მსგავსი რამ გადახდა კიდეც თავს. ნახეთ, როგორი მდგომარეობა იყო შიგნით. აშკარად მიტოვებული იახტა დინებამ სანაპიროზე გამორიყა. მაგრამ აი ეს უკვე მეორე იახტაა, რომელიც ასევე დამსვენებელმა აღმოაჩინა. ის უკვე უმისამართოდ დაცურავდა სანაპიროზე. ბიჭმა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და იქვე გადაიღო ვიდეო. წარმოიდგინე სეირნობ სავაჭრო ცენტრში და უცებ ხედავ კარს. კარს, რომელსაც ერთი შეხედვით არანაირი დანიშნულება არ გააჩნია. რა შეიძლება იყოს მის უკან? იქნებ რეტრო კაფე. ამ კაფეს, რომელიც ერთ დროს Burger King-ის ერთ-ერთი პირველი ფილიალი იყო, ეს მამაკაცი სულ შემთხვევით წააწყდა. უბრალოდ შეაფასე ეს ნოსტალგიური ატმოსფერო. როგორი ვინტაჟურია ყველაფერი. ალბათ ბევრ მოხუც ამერიკელს გაახსენებდა ეს ადგილი თავის ბავშვობას. საინტერესოა, ერთი თვალით მაინც რომ შეახედა თანამედროვე ბავშვი იმ დროისთვის, რა განცდა დაეუფლებოდა. ეს არ არის რაიმე საცავი. აქ უბრალოდ ერთმა მამაკაცმა თავისი 10 ცალი Porsche 928 კალიფორნიის მთებში დატოვა. ვინ იცის რატომ? ეს ადგილი იმ დროს აღმოაჩინეს, როცა ერთ-ერთი ტელეშოუსთვის გადასაღებ ადგილს ეძებდნენ. ამბობენ, თევზაობა ნერვებს ამშვიდებსო, მაგრამ ზოგიერთისთვის არა. მაგრამ სულ სხვა გრძნობაა უზარმაზარი მაგნიტით თევზაობა წყალში. აქ ხომ არასდროს იცი რა ნივთი ამოყვება მაგნიტს. აი მაგალითად შეიძლება უცებ შენთვის რაიმე სატრანსპორტო საშუალებაც იპოვო მდინარეში, როგორც ეს ამ ბიჭმა მოახერხა.
ბევრი ნივთი წლების წინ ჩაიძირა და მას ტალახის დიდი ფენა ფარავს. ისევე როგორც ამ ტანკს ფარავდა ტალახი და წყალი არაერთი წელი. ეს ტანკი T-34-ია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ტბაში ეგდო. ის შემთხვევით სოფლის მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, გამოიძახეს სპეციალური სამსახური და ტბიდან ამოათრიეს. როცა ახალ სახლს იყიდი, შეიძლება იქ დიდი სიურპრიზი დაგხვდეს. მაგალითად, შენი სახლის იატაკ ქვეშ ნამდვილი ბუნკერი იყოს. ახალმა მფლობელმა არაფერი იცოდა ამ გასაოცარი ბუნკერის შესახებ და ეს მათთვის ნამდვილი აღმოჩენა და სიურპრიზი აღმოჩნდა. მთლიანობაში ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. გმადლობთ რომ ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ სიახლე. დროებით.